საქართველოს პრემიერმა განათლების მინისტრთან ერთად ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული ნომერ მეორე საჯარო სკოლა გახსნა. მთავრობის მეთაური სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. გივი მიქანაძემ სკოლაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 1200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ისე გარემოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. როგორც ზესტაფონში, ასევე საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში ასეთი განახლებული ინფრასტრუქტურის არსებობა არის საწინდარი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა არის განათლების მიმართ, ჩვენი მოზარდითაობა უფრო გაუმჯობესებულ სივრცეში აღიზრდება და რა თქმა უნდა მასწავლებლებისთვისაც იქნება ის შესაბამისი გარემო, რომელიც აუცილებელია სასწავლო პროცესის უმაღლესი სტანდარტის წარმოებისთვის. დღეს ეს კიდევ ერთი დადასტურება იმ დაპირების შესრულების, რომელიც პრემიერ-მინისტრისგან გაჟღერდა და ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ მიმდინარე თვეში 40-მდე სკოლის გახსნას ვაპირებთ, რომლებიც ახლად რეაბილიტირებული ან ახლად აშენებულია. მანამდე სკოლა არ იყო ადაპტირებული, არ ჰქონდა ეს პირობები, რაც დღეისათვის უკვე გააჩნია ჩვენ სკოლას, არ იყო კეთილმოწყობილი. დღეისათვის უკვე სკოლაში არის სრულად ადაპტირებული, მოეწყო ლიფტი, ყველა წერტილში შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გადაადგილდეს. მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, რესურს ოთახი, კომპიუტერული ლაბორატორია, გარემოედანი, შიდა სპორტული დარბაზი, ასე რომ ყველა აღჭურვილობით და რესურსებით სკოლა უკვე მდიდარია. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მოსწავლეთა შედეგების მიღწევისათვის და ამან უკვე შედეგიც დავდო, რომ წელს ჩვენ გვყავს უკვე 100 პირველკლასელი, გაიზარდა დაინტერესება ჩვენი სკოლის მიმართ და შევეცდებით ყველაფერს, რომ უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ.